ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ გასული წლის მოსავალთან დაკავშირებით 160 ფერმერი და მათ შორის 75 კაკლის და 85 ნუშის ბაღების მფლობელი ფერმერები გამოკითხა. კვლევის შედეგებით 2024 წელს ქვეყანამ 3500 ტონა ჩანდლერის ჯიშის კაკალი და 3000 ტონა ნუშის მოსავალი მიიღო. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ 20 ჰექტარზე მაღალი მაჩვენებლის ფართობის მქონე ბაღებში მოსავლიანობა უფრო მაღალი არის, ვიდრე პატარა ბაღებში. ეს სავარაუდოდ განპირობებული არის იმით, რომ დიდი ფართობის მქონე ფერმერებს მეტად მიუწვდებათ ხელი ფინანსებზე, გამოცდილ აგრონომებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე, ასევე გამოკითხვაში ფერმერებმა პასუხი გასცეს კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მოსავლის ამღები თანამედროვე ტექნოლოგია. გამოკითხული ფერმერების მხოლოდ 15%-მა გასცა ამ კითხვას პასუხი დადებითად. რაც შეეხება უკვე 11 თვის სტატისტიკას, გასულ წელს საქართველოს 10.700.000 2756 ტონა ნიგოზი იყიდა, რაც 2023 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 46.2%-ით მეტია, რაოდენობაში კი თითქმის 50%-ით, 49.6%-ით მეტი. იმპორტის პარალელურად კი საქართველოდან კაკლის ექსპორტიც ხორციელდება. გასული წლის 11 თვეში საქართველომ 1082.000 დოლარის ღირებულების 153.500 ტონა ნიგოზი გაყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე თითქმის 100%-ით მეტია. სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ უკვე თემაზე საუბარს ანა ქევხიშვილი, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამმართველო საბჭოს წევრი და ასევე ნიკო ნიკოლაძე, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამმართველო საბჭოს წევრი არიან ჩვენთან ერთად და მათთან ერთად ვისაუბრებთ კაკლისა და ნუშის მოსავლიანობაზე. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. როგორი იყო 2024? როგორც ნუშის, ასევე კაკლის მოსავლიანობის ნაწილში და რამდენად ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით? 24 წლის მოსავალი იყო ალბათ პირველი ესეთი დიდი ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ დავიწყეთ აქტიური ექსპორტები და პირველ რიგში შევედით ევროკავშირის ბაზარზე, რასაც დიდი ხანი ველოდებოდით. ამაში ძალიან დაგვეხმარა ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე მოხდა დეფიციტი, დიდი მწარმოებელი ქვეყნების მოსავალი ძალიან შემცირდა, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩილე. შესაბამისად მოხდა, ასე ვთქვათ, წახალისება, დაინტერესდნენ ახალი წარმოშობებით და ეს იყო დიდი დახმარება იმისთვის, რომ გაცნობითი ხასიათის ექსპორტები განხორციელდა არაერთ. კი, ნამდვილად მათ დაიწყეს მოძიება კონკრეტულად ჩანდლერის მწარმოებელი ახალი ბაზრების და ეს ძალიან დაგვეხმარა. ყველა ის გამოფენა იყო იმის მაჩვენებელი, რომ ხალხი ეძებდა, იმპორტიორები ეძებდნენ ახალ მწარმოებლებს, ალტერნატიულ მწარმოებლებს ჩანდლერისას. რა თქმა უნდა, ფასცეც იმოქმედა. ადრე თუ ადგილობრივი ბაზრის ფასი, ადგილობრივი რეალიზაცია იყო ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, საინტერესო და მიმზიდველი ფერმერებისთვის და ექსპორტის, ასე ვთქვათ, აუცილებლობა ესე დღის წესრიგში არ იდგა. ეხლა უკვე საერთაშორისო ბაზარზე არსებული საექსპორტო ფასიც დაეწია, ასე ვთქვათ, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ფასს და თითქმის თანაბარი იყო. შესაბამისად, დაახლოებით ნახევარი მოსავალი რეალიზდა ალბათ ადგილობრივ ბაზარზე, მიახლოებითი მონაცემებით რომ იმსჯელოთ და დაახლოებით ნახევარი გავიდა ექსპორტზე. ესეც ჩანდლერს ეხება, ხო? ეს მხოლოდ ჩანდლერი. მხოლოდ ჩანდლერი. ჩვენთან დაახლოებით 95%-ზე მეტი კომერციული მოსავალი ჩანდლერის ჯიშის არის. ნუშზე შეგვიძლია რაიმე ვთქვათ? კი ბატონო, ნუშზე მოგახსენებთ. დილამშვიდობის. ნუშიც ძალიან საინტერესო წელი გამოდგა 2024, პრინციპში 2025-იც ახლა ძალიან საინტერესო არის, სანამ ახალი მოსავალი მოვა, ვაკვირდებით ტენდენციას, რომ ნუშის ფასი საერთაშორისო ბაზარზე იზრდება. ეს ფასი დაახლოებით იმ მაჩვენებელზე არის, რომელიც უკვე საინტერესოს ხდის ბიზნეს მოდელს ზოგადად ნუშის პირველი წარმოებისა. და ეს ფასი მზარდია, ვგონებთ, რომ ეს ფასი შენარჩუნდება პირველ მოსავლამდე ამერიკაში. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ნუშის, მას უკავია ბაზრის დაახლოებით 70%. ხოლო მომდევნო წლის პროგნოზებს რაც შეეხება, ამას ჯერ ვერ გავაკეთებთ, სანამ არ გვეცოდინება დაახლოებით საპროგნოზო მონაცემები მომდევნო წლის მოსავლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება საქართველოში უკვე მიიღებულ მოსავალს, რომელიც 2024 წელს მივიღეთ, ეს არის დაახლოებით 3000 ტონა ნუში, საუბარი არის გაუტეხავ ნუშზე, თავისი ნაჭუჭით. ეს მონაცემები აღებული არის ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გამოკითხვის შედეგების მიხედვით. გამოკითხული არის დაახლოებით 2200 ჰექტრის მფლობელი ფერმერი ჯამურად.
და დაახლოებით მონაცემები არის ეს, რომ 3000 ტონა მოსავალი არის მიღებული. ეს მოსავალი არის ძალიან მცირე რეალურად, საერთაშორისო ბაზარს თუ შევადარებთ და თავისუფლად შეუძლია ადგილობრივ ბაზარმა აითვისოს ამ წარმოების ძალიან დიდი ნაწილი. ეს იმის კვალდაკვალო, რომ მოხმარება საქართველოში გაზრდილი არის ნუშის, ეს გამოწვეულია იმ ფაქტორიდან, რომ ფასი ნუში ზოგადად საქართველოში დაუახლოვდა საერთაშორისო ფასს და აღარ არის ისეთი ამოვარდნილი რეალური ფასიდან და ხალხმა დაიწყო ამ პროდუქტის მოხმარება ინტენსიურად და ჩვენ გონებთ, რომ ყოველ მომდევნო წელს ეს გაიზრდება, თან დაგეგმილი არის სპეციალური კამპანიები, რომლის მეშვეობითაც უფრო ახლოს გავაცნობთ, ასე რომ თქვა, ქართულ მომხმარებელს ნუში და გონია, რომ ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი მომავალ წელსაც საქართველოში დარჩება. მოსავლის ზრდას ბუნებრივია მომავალ წელს ველოდებით, თუმცა ეს არ იქნება დრამატული ნახტომი. გამომდინარე იქედან, რომ ახალი ბაღები, რომელიც სწორი აგროინჟინერიით არის გაშენებული, ჯერჯერობით სრულ მოიარობაში ვერ შევა, ანუ დაახლოებით 2 წელი დაჭირდება კიდე რომ ჩვენი ის ინდუსტრიული ბაღები, რომლებიც სწორად მოხდა გაშენება საქართველოში, მათ დაიწყონ იმ მოსავლის მიღება, რომელიც დაახლოებით 2 წელი დაჭირდება, ჩვენ დაახლოებით 10 წელია უკვე ნუშს ინდუსტრიულად მოვიყვანთ საქართველოში, თუმცა პირველად იტალღები არც ისე სწორად იყო, ასე რომ ვთქვათ, პირველი ბაღები გაშენებული, შესაბამისად მათ მსხმოიარობაზე ვერ გავაკეთებთ სწორებას რა, ანუ ეს ვერ იქნება ინდუსტრიის მაჩვენებელი, იმიტომ რომ არაკონკურენტული არიან იქნება დაახლოებით შეიძლება 3-ჯერ ნაკლები მოსავალი მიიღონ ამ ბაღებმა, ვიც ამ ბაღებმა სრულ მსხმოიარობაში, ვიდრე ეს მათ ბიზნეს გეგმის მიხედვით ჰქონდათ გაწერილი, თუმცა, აქ მიღებული ცოდნით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოყვანილი ნუში სრულად შევა დღეს მდგომარეობით სრულად დარჩება დიდი პროცენტი დარჩება საქართველოში, თუ არ ექნა, ასე რომ ვთქვათ, წარმოებელს იმის мотиваცია, რომ ექსპორტზე გაიტანოს ფასის მიერი мотиваცია, რომ ალტერნატივა არ უნდა ქონდეს. რაც აქამდე არ გაჩნდა. რაც აქამდე არ გაჩნდა. მოცულობიდან და კი ბატონო, მოცულობიდან რაოდენობიდან. ანა 95%-ზე როცა ვსაუბრობთ ჩანდლერიდან გამომდინარე ასოციაციას გულისხმობთ, ხო? ანუ თუ რაიმე სხვა იგივე არ მხოლოდ ასოციაციაში ჩართული ფერმერები, ეს არის ბაზარი. ძირითადი სტატისტიკა, ეს იყო ბუმი 10 წლის წინ, როცა ნუშის გაშენება დაიწყო ძალიან აქტიურად, მაშინ გახდა ჩანდლერი ძალიან პოპულარული. კომერციულად ჩანდლერი ყველაზე სწორი ჯიშია და ჩვენ კლიმატური პირობები გვიწყობს ხელს, რომ ჩანდლერი ვაწარმოოთ. ძალიან ბევრ ქვეყანას არ შეუძლია ჩანდლერის ადეკვატური ჩვენთვის ჩანდლერი. დიახ, და კომერციულადაც კაკალში ყველაზე მომგებიანი ჯიში ჩანდლერია. ამ შემთხვევაში კაკლის ნაწილში საქართველოს ბაზარზე რამდენი ადგილობრივი წარმოების საქართველოს ნაწილი რამდენი პროცენტზე მოდის და ვიდრე ექსპორტზე გადის? წინა წლებში თუ ძირითადი მასა, აი რაღაცა საცდელი ექსპორტები ხორციელდებოდა მხოლოდ ნიმუშების სახით იგზავნებოდა სავარაუდოდ უფრო. წელს უკვე ძირითადი დაახლოებით 9/2 დაბინავდა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენთან ძირითადი მოთხოვნა ახალ წლამდე არის კაკლის შემთხვევაში მოგეხსენებათ და აი დეკემბრამდე ნარჩუნდება ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა. იანვრიდანაც რა თქმა უნდა არის მოთხოვნა, იმიტომ რომ კაკლის მოხმარება კი სეზონურია, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში არის ძალიან აქტიური და ნარჩუნდება, მაგრამ კვლავ ისევ ნარჩუნდება იმპორტები. იმპორტის მოცულობის ზრდა გამოწვეულია რა თქმა უნდა იმითი, რომ ბიუჯეტური პროდუქტი შემოდის და აბსოლუტურად ორი განსხვავებულ პროდუქტს ვსაუბრობთ, ანუ სულ სხვა საფასო სეგმენტში არის იმპორტული რაც შემოდის, არ არის ჯიშური, გაცილებით უფრო დაბალი ხარისხის არის და დაბალფასიანზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ნარჩუნდება. ქართულმა დაიკავა თავისი ნიშა, მაღალ სეგმენტური, მაღალფასიანი და ასე ვთქვათ, გაინაწილა ბაზარი. ხო, კი. ეს ბიუჯეტური და იმპორტირებული ერთობლივად ეს ძირითადად ჩინურია? პირველ ადგილას რაოდენობის თვალსაზრისით დგას ჩინური, თუმცა უკრაინულიც წინა წლებში იყო ძალიან აქტიურად, თუმცა წელს უკრაინულ კაკალზეც ფასი ძალიან გაიზარდა. ჩინურიც ანუ არ არსებობს წარმოშობა მსოფლიოში, რომელიც ფასი წელს არ გაზრდილიყო, იმიტომ რომ დიდი დეფიციტი შეიქმნა ძალიან ბევრ მწარმოებელ ბაზარზე. შესაბამისად, ხარისხისა და ფასის ჭრილში ყველაზე ასე ვთქვათ, ახლოს ჩინეთი არის და ჩინეთიდან იზრდება. პლუს რა თქმა უნდა, ხელს გვიწყობს თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გვაქვს და ესეც ახალისებს. რადგან ფასს შევეხეთ, მიმდინარე წელთან მიმართებით, როგორც კაკლის, ასევე ნუშის წარმოებაში ველით ფასების ზრდას? მინდა 2025-ში ეს
ამერიკის მოსავალი სანამ არ გვეცოდნება, ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ დამოკიდებული არის ამინდზე ყვავილობის პერიოდში ძირითადად ყვავილობის პერიოდი ჯერ არ ყოფილა და აგრეთვე მოსავლის აღების დროსაც რა. შესაბამისად ამის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა გაზრდილია, ვეგანიზმის ზრდასთან ერთად მოთხოვნა იზრდება ნუშზე. ანუ მოთხოვნას თუ ჩავთვლით და თუ მოთხოვნის ზრდას თუ ავიღებთ მხოლოდ ხედველობაში და თუ ვიტყვით, რომ იგივე მოსავალი გვექნება, ასე რომ ვთქვათ, რაც ხონდა შარშან, მაშინ ფასი გაიზრდება, მაგრამ რადგან არ ვიცით რა იქნება მიწოდება და მისი პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია, ამიტომ ამაზე ვერ გავაკეთებთ, ასე ვთქვათ. თუ ჩვენ საუბრობთ კაკლოვან კულტურებზე და კონკრეტულად ჩანდლერის ჯიშზე, როგორც უკვე ფორმირებულ და ნაყოფ და შედეგმიღებულ მიმართულებაზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აქ ფორმირდა მესაკუთრეთა და მეწარმეთა ის ფენა, რომლებიც შედარებით სტაბილურები არიან, ინვესტირებენ, unlike უკაცრავად განსხვავებით ნუშისგან, რომელშიც შესაძლოა ინვესტირებულია, მაგრამ ველოდებით მინიმუმ 2 წელიწადს, როგორც ნიკომ ბრძანა ანა და ჩამოყალიბდა და თუ არა ეს სტაბილური ფენა ინვესტორებისა, თქვენი შეხედულებით ცხადია. საქართველოში ვისაც ეს მიმართულება აინტერესებს. კი ბატონო, მოგახსენებთ წარმატების ისტორიები კაკალთან მიმართებაში უფრო ადრე დადგა ვფიქრობ ნიკოსთან მეთანხმება ვიდრე ნუშთან მიმართებაში. პირველ რიგში იმიტომ რომ როცა საერთაშორისო ბაზარზე არ იყო ხელსაყრელი ფასი, ყოველთვის ადგილობრივი ბაზრის ალტერნატივა ჰქონდათ და ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის მოთხოვნადი იყო იმ გაცილებით დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე კაკალზე ვიდრე ნუშზე. რა თქმა უნდა. პლუს ახლა დაგვემატა ის რომ საერთაშორისო ბაზრის ფასიც არის საკმარისად კონკურენტუნარიანი კი და უკვე ორი ალტერნატივა აქვს. ანუ რაც ხო იბრძანეთ სახელის თუ წამოეწია ცნობადობიდან გამომდინარე ქართული კაკლისა, რავი, რამ უნდა გააჩეროს კარგმა მოსავალმა? უნდა გაგრძელდეს აუცილებლად ის ინვესტიციები, აღარ არის რა თქმა უნდა ის ბუმი რომელიც იყო და იმისთვის რომ სექტორი განვითარდეს აუცილებელია რომ ვფიქრობ ეხლა ყველაზე სწორი დრო არის ამ მიმართულებით. რატო კარგი, ბარემ აქვე ვიკითხო, რატო იკლო ინვესტიცია ვერ დაინახეს რომ ამ სფეროში ფული კეთდება? კაკალთან მიმართებაში შემიძლია ის გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ცოდნის ძალიან დიდი დეფიციტი იყო, რამაც გამოიწვია. ანუ ის მოლოდინები, რაც ჰქონდეთ, ის არასწორი ინფორმაცია გავრცელებული, რომ რაღაცნაირად რეალობასთან ახლოსაც არ იყო ის მოლოდინები, რომელიც ჰქონდათ ფერმერებს, ის რა თქმა უნდა არ გამართლდა და ეხლა უკვე ცოდნაც არის, გამოცდილებაც არის, ეხლა უკვე რეალური მოლოდინებიც აქვთ ფერმერებს, რომლებიც შედიან ამ საქმეში და ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ფერმერის რაღაცნაირად გულგრილობა ამ საქმის მიმართ საერთოდ გაეშვა ძალიან ბევრი და რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია ძალიან ბევრი სახელმწიფო ინვესტიცია არის შედებული ამაში, ძალიან ბევრი კერძო ინვესტიცია არის შედებული ამაში და ალბათ ეს იყო რაღაცა განვითარების გზა, რომელიც უნდა გაგვევლო და ამ ეტაპამდე მოვსულიყავით და ეხლა სწორედ ის ეტაპია, რომ ამ სექტორს შეუძლია ისეთი სწრაფი და ეფექტური განვითარება. ნუში, მკვეთრად გამოხატული წარმატების ისტორია ჯერჯერობით არა გვაქვს. ჯერ თუმცა როგორც მოგახსენეთ, ახალი გაშენებული ბაღების პირველადი მონაცემები ძალიან კარგია. ანუ პირველ წარმოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოიყვანო რაოდენობრივად ბევრი და ხარისხიანი მოსავალი რა. შესაბამისად, ამას ვერ ვაკმაყოფილებთ პირველი გაშენებული ბაღები, თუმცა მომდევნო გაშენებული ბაღები რაც არის, პირველი მეორე წლის მოსავალი გვაჩვენებს, რომ სწორ ტრენდზე ვდგავართ რა. პირველი გაშენება მოხდა ბუნებრივია სტიქიურად და ეს შეცდომები რაც იყო გამოწვეული არის ყოველ ამ აქედან გამომდინარე რომ არასწორი დათვლებით, არასწორი ინფორმაციებით მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა წელს ძალიან კარგი მაჩვენებლები ექნება ფინანსურად, იმიტომ რომ ფასი გაიზარდა და დაახლოებით 30%-იანი ნახტომი არის და ძალიან კარგი მონაცემები, ამით შეიძლება ინვესტორები დაინტერესდნენ როგორც წესი ფასზე მიბმულია ხოლმე, არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად 2015-16 წლებში გაშენდა ყველაზე მეტი ბაღი, ეს იყო როცა პიკური ფასი ფიქსირდებოდა მსოფლიო ბაზარზე რა, ფასს მიყვება როგორც წესი ინვესტიციები, რა მგონია რომ საქართველოშიც მომავალი ველოდიანია შედარებით ეს ინვესტიციები და დარწმუნებული ვარ ანამ რაც მოყვა იმას დავამატებ მხოლოდ რომ ის ემოციური ინვესტირება დაკავშირებულია იმასთან რომ დღეს ხვალ ეს არ იგებს იმ ფულს რასაც ჭირდება შედარებით მეტი დრო და გრძელვადიანი ეგრეთ წოდებული გრძელი ფული ნუშის ინდუსტრიაში როგორ აფასებთ ინვესტიციების როგორ თქვა
status quo-ს, მოდი ეს ვკითხავ. არის ინტერესი თუ ხა გავიგე რომ კაკალზე უფრო მეტი არის, იმიტომ რომ იქ ემოციაც მეტი იყო. დღეისობით ინტერესის მკვეთრი კლება არის, თუმცა ვგონებ რომ მომავალ წელს ეს მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რასაც ამბობთ, რომ დღევანდელი ფასი არ განსაზღვრავს, რომ 7 წლის შემდეგ რა იქნება მდგომარეობა, მაინც როგორც წესი ინვესტორებზე მიმდინარე ფასს ყოველ შემთხვევაში ემოციური გავლენა აქვს ხოლმე. ამას გვაჩვენებს არა მარტო ნუშის ბაზარი, არამედ სხვა რაღაცები. ანუ იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას დღევანდელი ფასიდან გამომდინარე. კი, დღევანდელი ფასიდან გამომდინარე, სწორედ არა კვალიფიციური ინვესტიციები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. თუმცა ამ იმპულსს ველოდებით, რომ გაიზრდება მოვა. მგონია რომ ამ ბაზრის ამ მიმართულების უკაცრავად თავარი უპირატესობა არის ის, რაც ანამაც ბრძანა, რომ ის გადაზღვეულია ადგილობრივი მოთხოვნით. მინიმალურ დონეზე მაინც და ის არასდროს არ გაგიყვანს ისეთ მინუსში ჩემი აზრით. შესაბამისი მოსავლის და ხარისხის პირობებში როგორც შეიძლება იყო, ამიტომ ცოტა უფრო თამამად მგონია ქართული ემოციებით, მაგრამ მაინც თამამად ღირს უფრო მეტად ინვესტირება. რას ისურვებდით და რა მოიყვანს მეტ ინვესტორს ამ მიმართულებით და ამით დავამთავროთ. ანა კაკალთან მიმართებაში ეხლა სექტორი აბსოლუტურად მზად არის მისაღებად ახალი ინვესტიციების მოსაყოლად და გასაზიარებლად წარმატებული ისტორიების გადამამუშავების სექტორიც არის მზად, რა თქმა უნდა განვითარების გზა აქვს კიდევ გასავლელი, თუნდაც რაც თქვენ ახსენეთ მოსავლის ამღები ტექნიკა, ხა 24 წლის მოსავალმაც ეს გვანახა, რომ როდესაც წვიმა მოვიდა მოსავლის შუაღების პერიოდში, ის ბაღები, რომლებიც არ იყვნენ მზად, მათ მოსავლის ნაწილის ხარისხი, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, დაუქვეითდათ და დაუვარდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ის ბაღები, რომლებიც რაღაცა გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ეს უკვე კონკრეტული გეგმა აქვთ და ის მოსავლის ამღები ტექნიკაც აუცილებლად იქნება და რაღაცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამ ეტაპზე სექტორი სრულიად მზად არის, ასოციაციაც მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამ სექტორში, რომ ინვესტიცია გააკეთოს და ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამართლებული ასე ვთქვათ, საინვესტიციო პროექტი იქნება კაკლის მიმართულებით. ნუში შეგვიძლია იგივე ვთქვათ, სწორი აგროინჟინერით და სწორი დათვლებით გაკეთებული ნუშის ბაღი, რომელშიც მოყვანადი არის 6 ტონა მოსავალი, საუბარია გაუტეხავ ნუშზე, დღევანდელი ფასებით და შარშანდელი ფასებით და ძალიან საინტერესო ფინანსური მაჩვენებლები აქვს. მთავარია სწორად გაკეთება და მოყვანა რაოდენობის და ხარისხის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მომბრძანებისთვის ანა ქევხიშვილი. ნუშის და კაკლის წარმომადგენელთა ასოციაციის სამეთო უყურეო საბჭოს წევრი და კიდევ ერთი წევრი ნიკო ნიკოლაძე, ნუშის და კაკლის წარმომადგენელთა ასოციაციის სამეთო უყურეო საბჭოსი. მადლობა სტუმრებს მომბრძანებისთვის.